სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების მოთხოვნით 20-მდე პირველ დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ჩაკვეს მცხოვრებლები იმ მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას ითხოვენ, რომლებსაც მათი თქმით 25 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ. ადგილობრივთა მტკიცებით 2012 წელს მთავრობამ აღნიშნული მიწები შპს აგრომეტრს იმ პირობით გადასცა, რომ კომპანიას ავტობანის მშენებლებისაგან ფულადი კომპენსაცია მიეღო. აქციის მონაწილეებმა დახმარებისთვის არაერთ უწყებას მიმართეს, თუმცა პრობლემად რჩება. აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაჩქარებას ითხოვენ. პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში კი ისინი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ შეხვედრა შედგება, თუმცა როდის ამ ეტაპზე უცნობია. ეს იყო ჩვენი იტყვიან ოჯახის ბურჯი. ჩვენ ვიარებოდა საქონელს ვუვლიდით, ქათავს ვუვლიდით. მერე რომ დაიწყეს ამის მშენებლობა, გვითხრა, მართლა რომ ჩვენ ახლა მიწა უნდა დავუყაროთ, ეს გვირაბის გამოთხრილი მიწა. ამის გადაღმა ტრასა აღარ დავამთავრებთ მუშაობას. რომ გაიწევთ, მერე გავასწორებთ ყველაფერს და როგორც იყო ისე ჩაგაბარებთ. ერთი წლის განმავლობაში კიდე არც იქეთ იყო გადაწყვეტილი, არც აქეთ, რაღაც არ ვიცი, ამის შემდგომ მე ადვოკატიც მყავდა ყვანილი, მითხრა უნდა შევიტანოს რესტში რახანს თანხმობა არის უკვე მაღიარების კომისიისო და შევიტანოს კიდე ხელმეორედ ნახაზი გავაკეთეთ, კიდე შევიტანეთ რესტში და მე ერთი კვირის მერე მოვიკითხეთ პასუხი, გვითხრენ ეკონომიკის სამინისტრომ შეაჩერა ეს საკითხი კიდევ. ეხლა ველოდებით რომ ჩვენ ახლა ამ წუთას ამ პერიოდისათვის წერილი გვაქვს უკვე არჩილ ხაბაძის სახელზე. არჩილ ხაბაძის იურიდიულმა სამსახურმა ამ დღეებში აპირებს და რა ვიცი რატო იწელება ეს დრო. აი ეს არის ზუსტად აქციის მთავარი მიზანი დღევანდელი, რატო იწელება დრო, რომ ადმინისტრაციული მოსმენა არის დასანიშნი. ნახოთ, მივახცევთ კომპრომისს, ვერ მივახცევთ, მაშინ მოსახლეობას ხო ვერავინ ვერ დააკავებს.